15 თებერვალს დილით მე ვიყავი მატროსოვის ციხეზე ხვდებოდი ჩემ დაცვის ყოფერთ პატიმარს როდესაც გამოვედი ციხიდან დამიკავშირდა ლევან მარუაშვილის მეუღლე მან განმიცხადა რომ დილით ჩაატარეს შხრეკა მათ ბინაში ეუბნებოდნენ რომ იარაღი და ნარკოტიკი უნდა ყოფილიყო შემდეგ მოკიდეს ხელი ლევანის და წაიყვანეს პოლიციაში თითქოს და იმ მიზნით რომ უბრალოდ გაფორმებული იყო რომ იარაღი და ნარკოტიკი არ აღმოჩნდა მის ბინაში ამის შემდეგ ლევანიმ დაურეკა და უთხრა რომ გადაყავდათ პროკურატურაში და ჭირდებოდა ადვოკატი. ჩემთვის სხვა ცნობილი არაფერი არ იყო. მივედი ქალაქის პროკურატურაში. დაფიქსირებულია რომ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ვითხოვდი შევეშვით ჩემი დაცვის ყოფთან, მქონდა ორდერი, მქონდა ჩემი პირადობის მოწმობა ადვოკატის. მიუხედავად ამისა, არ შეგვიშვეს არც მე და არც რომელ საჯაია. და რამოდენიმე ხანში ბატონ ლევანიც გამოვიდა ამ დაწესებულებიდან. ანუ ცალსახაა რომელზე წოლაზე შეიძლება საუბარი მაშინ როდესაც ყავს კონკრეტული მოწმე დასაკითხი ყავს ბაჩო ახალაიას საქმესთან მიმართებაში და შენ ეს არ მოკავს არანაირი უწყებით შედიხარ სახში ეუბნები რომ აქ იარაღია ნარკოტიკია და აი ამ მოტივით მოკავს სადაც ხდება მე მისი დაკითხვა ამავე დროს არასწრებ ადვოკატს და იძულების წესით აწერინებს შემდეგ უკვე დაკითხვის ბოლოს რომ მას ადვოკატი არ ესაჭიროება რა თქმა უნდა აქ საუბარი იყო იმაზე რომ ფიზიკური ზეწოლა თუ იყო ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ დამერწმუნეთ ძალიან ბევრისთვის საკმარისია და ეს გამოჩნდა კიდევაც ჯოლოხავას შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ზეწოლაც კი იმისათვის რომ 5ჯერ და 6ჯერ შეცვალონ ჩვენებები. სწორედ ამას იყენებს დღეს პროკურატურა ძირითად იარაღად და სწორედ ესეთი უკანონო დაკავებებით თვითონ და ვიღაცას ეჭვიაქვთ რომ იარაღს ატარებს ან ბინაში აქვს იარაღი ესე მიყავთ მოწმეები ბაჩუახალას საქმეში და კითხავენ მოწმის სახით მართალია ამ შემთხვევაში ბატონ ლევანი არ აყვა მათ ამ პროვოკაციას და დაწერა ის რაც რეალობაში იყო მაგრამ მე არ მაქვს იმის იმედი რომ ყველა ადამიანი აღმოჩნდება ამ სიმაღლეზე რომ მეტყვის რომ გინდა დამიჭიროთ გინდა არა მე ყველა შემთხვევაში ვიტყვი სიმართლეს მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში როდესაც ადვოკატს არ უშვებენ ხედავს ეს ადამიანი მის ბინაში ჩხრეკას ატარებენ და დილით ბავშვებს უწიოკებენ ძალიან ბევრი ალბათ ამ შემთხვევაში დაყვება პროკურატურის ნებას და იტყვის იმას რაც რეალურად არ იცის სწორედ ეს არის პრობლემა ამის შესახებ გააკეთა განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამის შესახებ გააკეთა განცხადება ადვოკატთა ასოციაციამ და მე ვითხოვ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს ლევან მარუაშვილი ქონდა თუ არა რეალურად ზეწოლას ადგილი და ზეწოლის გარდა მოხდა თუ არა დანაშაული გამოძიებლის მხრიდან მაშინ როდესაც ადვოკატი არ შეუშვეს და არ დაასწრეს და კონკრეტული მოწმის დაკითხვას ეს არის ბოლო ეს არის ანუ ლევანიმ როგორც განმიმარტა ეს არის ბოლო ბრალი ბაჩუახალაესთან დაკავშირებით სადაც ბაჩუახალაეს ედავებიან რომ სპეცოპერაციის შემდეგ კონკრეტული პირები ვინც გაქცევას აპირებდა რუსთავის ნომერ პირველი საპრობილიდან გადაიყვანეს მეშვიდე საპრობილეში და მოხდა მათი ფიზიკური შეურაცხყოფა ეს იყო ბრალის ფორმულირება მაგრამ ერთ-ერთმა დაზარალებულმა როგორც თქვენთვის არის ცნობილი აღნიშნული ჩვენება შეცვალა მივიდა ერთ-ერთ პრეს-კლუბში უნდოდა ამის შესახებ განაცხადება და ის ადამიანის მოიპარეს, მოიტაცეს და მას არ მისცეს ამის საშუალება. აი სწორედ ამ ბრალს ეხება და ამ ბრალზე უნდოდათ ლევან მარუაშვილისგანაც მიიღოთ სრულ ჩვენება, რადგან მან განუცხადა, რამდენად ჩემთვის ცნობილია, რომ იგი იყო მისული რუსთავში, მაგრამ არანაირი ბაჩუახალაის მხრიდან არანაირ აგრესიას და არანაირ ვინმეს მიმართ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია. კონკრეტულად რას თხოვდნენ რა თქმა რომ თითქოს და ფიზიკური შეურაცხყოფა ამ გორგაძეს და დანარჩენ 5 პირს მიაყენა კონკრეტულად ბაჩუახალაიამ. მათ არ აინტერესებდათ, შეკითხვაც კი არა აქვს, რამდენადაც მე ვიცი დასმული, სხვამაც ხო არ მიაყენა ვინმე. ანუ კონკრეტული მოთხოვნა იყო, რომ შენ დაინახე, რომ ბაჩუახალაიამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც ამ ადამიანმა არ დაწერა იქიდან გამომდინარე, რომ ესეთ რამე არ იცოდა. ნუ მისი პირადი უსაფრთხოება დააყენა საფრთხის ქვეშ და მე უბრალოდ მინდა ერთი რამე განმარტო რომ თუ ხვალდაზე გამ ადამიანს რაღაც პრობლემა შეუქმნეს წინასწარვე შემილია ვთქვა რომ ეს კიდევ მხოლოდ იმის გამო რომ არ დაადო ხელი კონკრეტულ ყოფილ მაღალჩინოსანს და ერთი შეფასება მინდა კიდე გავაკეთო, როდესაც ხდება ესეთი ფაქტები და ესეთი ფაქტები უკვე უამრავია, ეს პირველ რიგში პროკურატურას აყენებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ხვალდაზე მართლა რო იყოს გამოსაძიებელი რეალური საქმე, თუნდაც ძველი, თუნდაც ახალი, საზოგადოებას უჩნდება ძალიან დიდი კითხვის ნიშნები უკვე ყველა საქმესთან დაკავშირებით. რაც არის პრობლემა ქვეყნის და არა მხოლოდ იმ პროკურორების, ვინც ესეთ უკანონობას ჩადიან.